მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით ახალი ძალიან საინტერესო მოგზაურობით და რა თქმა უნდა ჩვენი მოგზაურობა დაიწყება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. Როგორც უკვე იცით, მივემგზავრები ერაყში და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოგზაურობა ამ არხზე, ასე რომ არ დაგაუწყდეთ არხის გამოწერა, ამ ვიდეოს დალაიქება და ძალიან ბევრი კომენტარების დაწერა. აქვე გაგაცნობთ ჩემს ახალ მეგობარ კომპანიას Magellan-ს, რომელსაც ბევრი წარდგენა არ ჭირდება, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, როგორი ხარისხიანი პროდუქციაც იყიდება და წავიდეთ ახლა ერთად ავარჩიოთ ახალი ზურგჩანთა ჩემი მოგზაურობისთვის და მერე უკვე მოგზაურობის დეტალებსაც გაგაცნობთ. მოვედი მეგობრებო და ჩემს უკან თქვენ ხედავთ მაღაზია Magellan-ს, რომელიც უკვე 17 წელია ბაზარზეა და ერთ-ერთი საუკეთესო და ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია არის ამ მაღაზიაში და ზუსტად ამიტომაც შევარჩიე ეს მაღაზია, რომ შევარჩიო ჩემი ახალი ზურგჩანთა, რომლითაც წავალ ერაყში სამოგზაუროდ. მაღაზია Magellan 2008 წელს დაარსდა და თბილისის მასშტაბით დღესდღეობით უკვე 5 ფილიალს ფლობს და სპორტული მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერი ბრენდია. მაღაზიაში წარმოდგენილია მსოფლიოში აღიარებული ბრენდები, მათ შორის North Face, Jack Wolfskin, Fisher და სხვა. მოკლედ ეს არის მაღაზია, სადაც შეარჩევთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ პროდუქციას, დაწყებული ზამთრის სპორტიდან დამთავრებული სალაშქრო ინვენტარით. ხოლო ამ ყველაფერს კიდევ უფრო გაგიმარტივებთ თბილისის მასშტაბით 5 ფილიალი, რომლებიც მდებარეობს City Mall-ში, გალერეა თბილისში, თბილისი Mall-ში, ვაჟა-ფშაველას 10 ნომერში და მიცკევიჩის 68 ნომერში. აი ესეთი ზურგჩანთა შევარჩიე ჩემთვის. ეს არის 65 ლიტრიანი, ჩემი აზრით იდეალური ზომა არის. ხარისხზე რა თქმა უნდა ბევრს ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ორიგინალი North Face-ია და ვისაც გქონიათ გამოცდილება ამ ბრენდთან, მოკლედ რა ვიცი, იდეალურია 100-დან 100. აბა რა სიტყვით, ჩემი ახალი მოგზაურობისთვის მე მგონი იდეალური ზურგჩანთა არის. ჯერ არ იცის როგორ ქვეყანაში მიმყავს სამოგზაუროდ, შუაგულ ერაყში. აი ასეთი უმაგრესი North Face-ის ზურგჩანთა შევარჩიე ახალი მოგზაურობისთვის. დიდი მადლობა Magellan-ს. ხოლო რაც შეეხება მოგზაურობას, გადაჯდომა მექნება სტამბულში, დაახლოებით 4 საათიანი და მერე უკვე გადავფრინდებით ერაყის ქალაქ ბასრაში, რომელიც ყველაზე სამხრეთი ქალაქია და ძალიან ახლოს არის ირანის საზღვართან და წამოვალთ ნელ-ნელა ქალაქ ერბილისკენ, სადაც უნდა დავასრულოთ ჩვენი მოგზაურობა. აი ასეთი გეგმა არის, მოკლედ იმედია ყველაფერი კარგად იქნება. წავედი ახლა და შევხვდებით ან სტამბულში, ან პირდაპირ ერაყში. ჩამოვფრინდი და სტამბოლის აეროპორტში ვარ. აქ მექნება 4 საათიანი გადაჯდომა, როგორც გითხარით და აქედან გავაგრძელებ გზას ერაყისკენ. და მოდით აქვე გაგაცნობთ ერაყის ვიზასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას. ოფიციალურად ერაყის ვიზის გაკეთება შეგიძლიათ ონლაინ, მაგრამ ამისთვის საჭირო არის გყავდეთ სპონსორი, რაც ნიშნავს იმას, რომ ერაყში უნდა მოძებნოთ ერაყის მოქალაქე ადამიანი, ვინც მოგაწვდით თავის ინფორმაციას და უნდა შეავსოთ ძალიან ბევრი გრაფა, სადაც აუცილებელი მოთხოვნა არის, რომ მისამართი მოკლედ ამ ადამიანის პირადი ინფორმაცია, პასპორტი და ასე შემდეგ ძალიან დიდი ინფორმაცია არის საჭირო. ამ ყველაფერს მარტივად გააკეთებ თუ დაუკავშირდებით ერაყში ტურისტულ კომპანიას, რომელიც მოგაწვდით ამ ინფორმაციას, მაგრამ ამის სანაცვლოდ ასევე ყიდიან თავის ჯგუფურ ტურებს. ცალკე ვიზის გაკეთებაში ეს ტურისტული კომპანიები არ გეხმარებიან, რადგან, რავი, არ აწყობთ, არ უღირთ, ან გონიათ, რომ მაინც დათანხმდები ბოლოს ამ თავის ჯგუფურ ტურზე. მე რა თქმა უნდა, ჯგუფური ტურები არ მინდოდა, ჩემ გემოზე მე მოგზაურა, ჩემ ჭკუაზე მეულო, როგორც გვიყვარს ხოლმე ამ არხზე მოგზაურობა, ასე რომ რა თქმა უნდა არ დავთანხმდი, ძალიან ბევრი ვიწვალე. ეს პროცედურა გაიწერა დაახლოებით 1 თვე, ამიტომაც ვიდეოსაც დააგვიანდა არხზე, რისთვისაც ბოდიშ გიხდით. საბოლოოდ ერაყელი მოგზაურების ჯგუფში დავწერე, რომ ჭირდებოდა დახმარება და ძალიან ბევრი გამომეხმაურა, სხვათა შორის დამეხმარენ და გამაკეთებინეს ვიზა, რაც დამიჯდა დაახლოებით $165 და აქვე კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ვიზა შეიძლება გააკეთოთ, მაგრამ აეროპორტს ვერ დატოვებთ თუ თქვენი სპონსორი არ მოვიდა და თვითონ არ გაგიყვანათ აეროპორტიდან. აი ესეთი მკაცრი წესები არის. მე ეს მომსახურება დამიჯდა კიდე $50 ზემოდან და ნუ ეს აუცილებელი არის, სხვანაირად აეროპორტიდან არც გამოგიშვებენ. ამიტომ რა იქნება არ ვიცი, ჯერჯერობით რო ჩავალთ ადგილზე ვნახოთ, ჩემი სპონსორი წესით ხამის 3 საათზე იქ უნდა დამხვდეს და აეროპორტიდან გამიყვანოს და ნახოთ, იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის. ჩამოვფრინდი მეგობრებო, ესეც ერაყი და
ღამის 4 საათი არის, მოკლედ ყველაზე ცუდი დრო არის ალბათ ჩამოსაფრენად რა. აი ესეთი მოსაცდელი ოთახი არის, სადაც გვითხრეს რომ დაელოდეთო, სავარაუდოდ აქ უნდა შეგვიმოწმონ ვიზა და მე უკვე სპონსორთან ერთად გაგვიყვანენ აქედან. დიდათ ალბათ არც გაგიკვირდებათ, რომ გეტყვით ერთადერთი ტურისტი ვიყავი მთელს თვითმფრინავში და აქაც რავი ჯერჯერობით მარტო მე ვარ და მე არ ვიცი ვნახოთ. გამოვიარე ყველა პროცედურა, გამიკვირდა ძალიან, მაგრამ საკმაოდ მარტივად გამოვიარე მოკლედ რა. არც სპონსორი დამხვედრია, არავინ არ დამხვედრია, იმასაც მივწერე რომ გარეთ არავინ არ არის მეთქი და მე თვითონ წავალ სასტუმროში თქო და მოკლედ აი ეხლა იწყება ისეთი მოგზაურობა, როგორიც მე მიყვარს. არავინ არ არის ჩემს გარდა, არ ვიცი ეს ხალხი სად არის, არავინ არ დაფრინავს როგორც ჩანს. ვეძებ ტრანსპორტს რომ რამენაირად წავიდე ქალაქის ცენტრში, მაგრამ არც თუ ისე მარტივი საქმეა, იმიტომ რომ არაფერი არ არის. რამოდენიმე ტაქსი დგას, რომლებიც მეუბნებიან $80 და $100, რავი, ნახევარი საათის გზაზე, ასე რომ რა თქმა უნდა მე არ დავთანხმდები ახლა ამ ყველაფერს და ფეხით გავუყვები ნელ-ნელა, შევეცდები რომ აეროპორტის ტერიტორიიდან გავიდე და მე უკვე გავუყვები გზას ავტობუსით, დიდი იმედი მაქვს. ჩემი პირველი გეგმა არის, რაც შეიძლება მალე დავბინავდე, დავისვენო, მოვწესრიგდე და მე უკვე გავიდეთ და დავათვალიეროთ ქალაქი ბასრა. აეროპორტის მიმდებარედ არც თუ ისე სისუფთავია. არც თუ ისე ახლოს არის გასასვლელი, როგორც უკაზე ვნახე ახლა დაახლოებით 10 კილომეტრი არის რომ გავიდე ტრასამდე და იმედია რამე გამოივლის რომ გავუყვე. არც არავინ არ ჩანს ჩემს გარდა. ნახეთ რა ლამაზი გზა არის აქეთ. როგორი მოწესრიგებულია ყველაფერი. იმედია ესე გაგრძელდება და ქალაქიც ესეთი სუფთა და მოწესრიგებული იქნება და დარწმუნებული ვარ ერაყით ძალიან ბევრი ადამიანი გავოცდებით. ამასობაში დამათენდა და ტაქსი ჯერ არსად არ ჩანს, არც ავტობუსი. ძალიან გამიმართლა მეგობრებო, მოკლედ 1-3 კილომეტრი გამოვიარე ალბათ და ეხა მანქანამ გამოიარა მოკლედ და ავტოსტოპით წავალ ბასრამდე. მოკლედ აი ძალიან გამიმართლა, თორე არ ვიცი, ისეთი ადგილია რომ აი კაციშვილი არ დადის, ესა პირველი მანქანა რომელმაც გამოიარა მთელი აი რავი 1 საათის განმავლობაში ალბათ. ჩამოვედი ესეც ბასრას ცენტრი და ერთი შეხედვით რაც შემიძლია გითხრათ, დიდად სისუფთავით არ გამოირჩევა ქუჩები. როგორც ჩანს, ის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია მოჩვენებითი იყო, რომ რაც სისუფთავია და მოწესრიგებულია, მაგრამ ისეთი განცდა მრჩება, რომ თითქოს აკეთებენ რა. თითქოს ეხლა ცდილობენ, რომ ეს ყველაფერი მოაწესრიგო. სასტუმრო ჯერ ვერ ვიპოვე, დავბოდიალო ფეხით, იმედია მალე ვიპოვი, დავბინავდები და მერე ქუჩებიც დავათვალიეროთ. Hello. Do you have free rooms? One person. One? Just Yeah, yeah. Tonight. tonight? Today and tomorrow. Tonight. Tonight. ერთი ღამე $25 ნორმალური ფასია. საშინლად გამოიყურება მეგობრებო. არა, დამრჩენი არ ვარ. ისე საშინლად გამოიყურება ეს ნომერი და ისეთი სუნი დგას ახლა რომ შემოვედი. $25 კი არა, უფასოდ რომ დამტოვან, მაინც არ დავრჩები აქ. წავიდეთ, გავაგზავნოთ ზებნა. აი ეს არის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა და აი ესე გამოიყურება. მოვაგენი როგორც იქნა ერთ სასტუმროს, დაახლოებით $49 ღირს ერთი ღამე საუზმედ შედის, მაგრამ ამაზე იაფად რაც ვნახე, აი დაძინება რომ შეუძლებელია, ისეთი ნომრები იყო, ასე რომ გავხსნათ. ცოტა ძვირია, მაგრამ სხვა გზა არ არის. ესეც ჩემი ოთახი. ერთად ვნახოთ როგორი ნომერი გვერგო.
ესეთი ლამაზი მშვენიერი სუფთა ნომერია. წყალიც არის, ჩაიდანი არის, რას თავარია. აი ეს ჩუსტები რა არის, აი ეს გამაგები ეს და მეტი არ მინდა არაფერი. ჩემი ახალი North Face-ის ფერებშია მთელი ოთახი მოკლედ რა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მეძინება, რა თქმა უნდა, ეხლა დაძინებას არ ვაპირებ. ერაყში ვარ ჩამოსული სამოგზაუროდ და რა თქმა უნდა, აქ დასაძინებლად არ ჩამოვსულ ვარ. ასე რომ ცოტას დავისვენებ, მოწესრიგდები, ჩავალ, ვისაუზმებ და დღევანდელ დღეს შევეცდები, რომ მაქსიმალურად ნაყოფიერად გავატარო. ესეც ჩემი პირველი საუზმე ამ სასტუმროში. აი ესე გამოიყურება. ყველი არის ძალიან ბევრი სახეობის. ესე გამოიყურება ჩემი საუზმე. და ძალიან კარგი მომენტი იყო, კეჩუპს ვეძებდი რა, მოკლედ რაღაცა რომ კვერცხთან ერთად მიმეყოლებია და თანამშრომელმა დამინახა რომ რაღაცას ვეძებდი რა და მოკლედ რა გინდაო და კეჩუპი მეთქი და ჩემი თებში გამომართვა, წაიღო სამზარეულოში და გამოიტანა უკვე კეჩუპ მოსხმული. აი ესეთი საინტერესო ამბავი. მოკლედ არჩევანი რაც არის თქვენ თვითონაც ნახეთ, მეტს არც ველოდებოდი არაფერს სიმართლე გითხრათ. რაც არის ეგეც ალბათ კარგია. კვერცხი არის ხახვთან ერთად შემწვარი, რაც მე სიმართლე გითხრათ დიდად არ მიყვარს, მაგრამ არც არჩევანი არ არის. ესეც ჩემი პირველი გამოსვლა ბასრას ქუჩებში და ამ მოგზაურობას ერაყის გარშემო ოფიციალურად გახსნილად ვაცხადებ. ბასრა, ქალაქი სამხრეთ ერაყში, შატ ელ-არაბის დელტასთან. იგი დაარსდა მე-7 საუკუნეში და საუკუნეების განმავლობაში იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პორტი და სავაჭრო ცენტრი ახლო აღმოსავლეთში. ბასრა დიდ როლს ასრულებდა არაბულ ლიტერატურასა და კულტურაში, რაც მას ისტორიულად უნიკალურ ქალაქად აქცევს. დღეს ბასრას მოსახლეობა დაახლოებით 1.5 მილიონია და ის კვლავ რჩება ერაყის ეკონომიკურ ცენტრად. ბასრა მდიდარია მრავალფეროვანი ბაზრებით, დინარისპირა კაფეებით და უძველესი არქიტექტურით. ერთად დავათვალიეროთ ბასრა, დღეს და ხვალ ამ ქალაქში დავრჩები და საკმარისი დრო არის, რომ ეს ქალაქი კარგად დავათვალიეროთ. რა თქმა უნდა, მე ერაყის შესახებაც და სხვადასხვა ქალაქების შესახებ პატარ-პატარა ინფორმაციებს პერიოდულად გაგიგზიარებთ, ასე რომ დაელოდეთ შემდეგ ვიდეოებსაც. ყველა ვიდეოში ძალიან ბევრი საინტერესო ახალ-ახალი დეტალი და ახალ-ახალი ისტორიის ნაწილი იქნება, ასე რომ არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, რომ არ გამოგჩეთ შემდეგი ვიდეოები. ქუჩაში არის საშინელი სიცხე, 43 გრადუსი არის დღეს და არ ვიცი, აი გადმოცემაც კი შეუძლებელია ისე ცხელა ეხა ქუჩებში. ერთი პატარა პრობლემა, რასაც წავაწყდი, ინტერნეტის ყიდვა მინდოდა სიმბარათის და როგორც აღმოჩნდა ტურისტებს არ აქვთ სიმბარათის ყიდვის უფლება, რადგან მინიმუმ 6 თვიანი ვიზა უნდა გქონდეს, რომ სიმბარათი მოკიდო. მაგრამ აი აქ რო სპონსორი მყავდეს, ისეთი კომპანია, რომელიც ინტერნეტს ყიდის მსგავს ქვეყნებში, აი როგორ იდეალურად შემეძლო ჩამესვა, მაგრამ ესე ვეძებე და რაღაც უცხოური კომპანიის ინტერნეტი ვიყიდე დაახლოებით $30 გადავიხადე 15 გიგაბაიტში, რომელიც ძალიან ცუდად მუშაობს. ფაქტიურად ყუილა ვიყიდე ეს ინტერნეტი და რავი, იმედია გამოსწორდება. ეხლა მივდივარ ფულის დასახურდავებლად, დოლარი უნდა დავახურდაო და როგორი კურსი იქნება, ამასაც რა თქმა უნდა გაგაგებიოთ. აი ესეთი ბაზარი არის პატარა. بساعدهم وانا საკმაოდ მოწესრიგებულია ყველაფერი. მინდა გითხრათ, მსგავს ქვეყნებში ბაზრები არც ისე მოწესრიგებულია ხოლმე და აქ როგორც ხედავთ, ყველაფერი შედარებით კარგად გამოიყურება. აითევზავებდა კაცი, მაგრამ
არა მგონი აქ თევზები იყოს. აი ესე გამოიყურება სავაჭრო ქუჩები ერაყში. როგორც მივხვდი აქ ბევრი ტექნიკა იყიდება და ძირითადად კონდიციონერები არის, რასაც ხედავ. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ნივთი არის ერაყში კონდიციონერი. ჯერჯერობით დიდ შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ ქუჩაში სიარული უსაფრთხოა ჩემი აზრით, საკმაოდ უსაფრთხოდ გრძნობ თავს ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში არანაირი რაღაც საფრთხე არ მიგრძნია არსაიდან. ხალხი საკმაოდ მეგობრულად არის განწყობილი, ყველას უხარია ჩემი დანახვა. ტურისტები ძალიან უყვართ მოკლედ რა, უმეტესობას ყოველ შემთხვევაში. ამას მე სხვა ქალაქებში კიდე გავიგებთ. ესეთი ვაჭრობა მიდის ხიდზე. Where are you from? Hello, from Georgia. Yes. You know Georgia? Yes. Nice to meet you. რაზე თევზაობ სამწყალში ძალიან საინტერესოა, მაგრამ შეიძლება არის თევზი. ყველაზე საოცარი რა არის, იცით, გასაგები არის, რომ მტკვარი არ არის სუფთა, მაგრამ კომენტარებს რომ მიწერთ ხოლმე, რომ მტკვარიც არანაკლებია და რაღაც ბური განგაზე მიწერენ ხოლმე კომენტარებს და არანასზე და რაღაც. რავი, მაინც არ შეადაროთ დამიჯერეთ, მტკვარი მაგასთან შედარებით, აი რავი, ძალიან სუფთა არის. და მაკოკოს ვიდეოებზე დამიწერეს კიდე რა, ნიგერიაში რო ვიყავით მე და სოსო, მაგას ადარებდნენ მტკვარს და რავი, დამიჯერეთ, არც შეადაროთ, მტკვარი ბევრად სუფთა არის, აი მაგასთან შედარებით. ამ გახსენებაზე სოსოს ჩრდილოეთ კორეას მინდა გამოვეხმაურო მეც. პირველ რიგში მინდა რომ მიულოცო მთელი გულით, იმიტომ რომ არ ვიცი, ქართული YouTube ჩემი აზრით რაღაც ახალ საფეხურზე გადაიყვანა სოსომ ამ ვიდეოთი და რავი, ძალიან დიდი мотиваცია მოგცა ყველას, რომ 3 დღეში მილიონი ნახვა, ჩემი აზრით, არა მარტო ქართული YouTube-ისთვის, ძალიან ბევრ ქვეყანას შეშურდებოდა ჩემი აზრით რა. ასე რომ წარმატებები სოსოს და წარმატებები ყველა YouTubers, ვინც თავის საქმეს გულიანად უდგება. არ ვიცი, ჩანს თუ არა, თევზი არ არის თქო, მაგრამ ძალიან ბევრი თევზი დაცურავს სამწყალში. როგორც ჩანს არის თევზი. ამაზე უნდა გადავუძვრეთ ახლა როგორ. Hello. Hello. Yeah. აბა ვნახოთ რას დაიჭირს. ო, რას უტყავს? ო, nice. გამოდებაზე თევზაობს, ანუ სატყუარას არ უკეთებს. სატყუარას არ უკეთებს და ანუ ძალიან ბევრი თევზი რო დაცურავს, ესე სწრაფად უნდა გამოკრა და გამოედება რა მოკლედ რა. საქართველოში სხვათა შორის თევზაობის ეს მეთოდი აკრძალული არის, იმიტომ რომ არაკეთილსინდისიერია, მოკლედ რო გითხრათ რა. ეს კაი დაიჭირა, აი. მშვენიერი თევზი დაიჭირა. აი ორი დაიჭირა ერთად. ამ მილიდან არ ამგონია სუფთა წყალი გადმოდიოდეს და აგერ ჩვენივად მოჩუხჩუხებს. აი აქეთ წინ თუ ხედავთ ძალიან ბევრი პატარა თევზი დაცურავს რა. აი მან ჩააგდებს ესე ამ კავს პირდაპირ და ესე სწრაფად რო გამოარტყავს, გამოედება და მაგითი იჭერს. ქალაქი ბასრა როგორც უკვე გითხარით, გამოირჩევა თავისი უძველესი ბაზრებით და შევიდეთ ახლა ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბაზარში და ერთად მოვინახულოთ რა ხდება. სათამაშოების განყოფილებაში შემოვედი, როგორც ჩანს, იმიტომ რომ ყველგან სათამაშოები იყიდება. წარმოიდგინეთ მეგობრებო, რამდენად ძველი არის ეს ყველაფერი. ეს ტერიტორია, სადაც ახლა ეს ბაზარი მდებარეობს, დაარსდა მე-6 საუკუნეში თვითონ ბასრას დაარსებასთან ერთად. ხოლო ბაზარი ამ ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა უკვე მე-9 საუკუნიდან, ასე რომ ერთ-ერთი უძველესი და ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული ადგილი არის ამ ქალაქში, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ. I'm from Georgia. Kurdistan. Kurdistan, yes. I've been in Iran last month. تجار. I've been in Tehran, Shiraz, Fereidan. Feridun Shah. Yeah, Fereidan, yeah. What come to Iraq?
Iran? Tourist. Yeah. Ah, tourist. YouTube. Oh, YouTube. Yeah. Page YouTube. Yeah, Leo's journey. Yeah, I can show you. აგერ ძმაო ირანელები იწერენ ჩემ მარკს და თქვენს გამოიწერეთ. Hello to Georgia. Hello. ირანელი ტურისტები არიან. გამწარა. მოვედი მეგობრებო, ეს არის ბასრას მოსახლეობის კიდევ ერთი საამაყო ნაწილი ამ ქალაქის. ეს არის მდინარე შატ-ელ-არაბის სანაპირო, სადაც ძალიან ბევრი ადგილობრივი მოდის დასასვენებლად საღამოობით გამოდიან, გრილდებიან ამ წყალში და მოკლედ აი ესეც ცდილობენ რომ ლამაზად და სუფთად შეინარჩუნონ ეს სანაპირო. აქვე ჩემს უკან არის კიდევ ერთი ისტორიული ადგილი, იტალიური ხიდი, ესე ქვია, რომელიც ააშენა იტალიელმა არქიტექტორმა 1950-იან წლებში, როდესაც ერაყი ჯერ კიდევ ბრიტანეთის კოლონია იყო. და სხვათა შორის, ვინც არ იცოდით, როდესაც ბრიტანეთის იმპერიამ ომი გამოუცხადა ოსმალეთის იმპერიას, ბასრა იყო ერთ-ერთი პირველი ქალაქი, რომელიც დაიკავა ბრიტანეთმა და შემდეგ უკვე აქედან დაიწყო ერაყის დაპყრობა. ასე რომ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ბრიტანეთის კოლონია იყო და ასე თუ ისე ეტყობა, მაინც ეს ეგავლენა რა, როგორც სხვა ქალაქებში. Hey, hello. شوف علي ردنا صورنا როგორც აღმოჩნდა, აქ ცურო არ შეიძლება, ბავშვებიც ცურავდნენ, ეხლა მინდოდა რომ გადამეღო, მაგრამ პოლიცია მოვიდა და გაიქცნენ ყველა. هذا مصقر باونه სისუფთავე შედარებით არის, მართლა ვერაფერს იტყვი, როგორც ჩანს ალაგებენ აქაურობას. აქ ალბათ ცხოვრობენ ისე გამოიყურება, რომ შეიძლება ვინმეს თავშესაფარი. აი ეს არის ძალიან საინტერესო მეგობრებო, რომ ეს ადგილი ახლა აი რამდენადაც სუფთა არის, აი ერთი ქუჩით გვერდზე როგორც კი გადახვალ არის აი კატასტროფა, საშინელი სიბინძურე რა. ქუჩები სავსე არის ნაგვით, საშინელი სუნი დგას. რავი, რატო ხდება ესე, აქ თუ ალაგებენ, იქაც დაალაგონ, ან აქ თუ არ დაყრიან ნაგავს, არც იქ არ დაყარონ, რავი, ნაგვის ურნები იქაც არის, მაგრამ როგორც ჩანს ჯერჯერობით უჭირთ მაგ მხრივ, მაგრამ იმედია ეგეც გამოსწორდება, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს ერაყს, რომ ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა იყოს ტურისტულად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სანახაობა არის მართლა ამ ქვეყანაში, მაგრამ ზუსტად ამ არეულობებმა არაც ადა ამ ქვეყანას, რომ თავისი პოტენციალი გამოავლინოს, თან ძალიან დიდი რაოდენობით არის ნავთობი, აი ყველა ფეხის ნაბიჯზე ნავთობს მოიპოვებენ, თვითმფრინავით სანამ დაუჯდებოდით, მოკლედ აი ზემოდან არ ვიცი, აი ათასობით ცეცხლის ალი ჩანდა რა. მოპოვების ადგილზე რო ცეცხლი არის ხოლმე რა, ყველას გინახავთ ალბათ. მოკლედ აი ძალიან დიდი რაოდენობით ნავთობია და იმედია მომავალში კიდევ უფრო უსაფრთხო გახდება ეს ქვეყანა სამოგზაუროდ. აი როგორი სამართავია ხლაბე. აბა წავედით საკუთარი იახტით მდინარე შატ-ელ-არაბზე. რამდენი ხანი ვიქნები ამ გემზე არ ვიცი, იმიტომ რომ ვერ გამაგებინა ესე მიხსნი და რაღაცებს. მაგრამ გავისეირნოთ, იქნებ რამე საინტერესო ვნახოთ. პოლიციამ გაგვაჭერა, ეხლა წარმოიდგინეთ შუა მდინარეზე. რაღაცებს მეკითხებოდნენ, მე არ ვიცი რა უნდათ, ვერ მაგებიებდნენ, მე ვიზა ვანახე ტელეფონში და რაღაცები ილაპარაკეს და წავიდნენ მოკლედ რა. რა პრობლემა იყო არ ვიცი. ესეთი ლამაზი მდინარეა, მოკლედ არც ისე ძალიან დაბინძურებული არ არის, როგორც ეთქობა. ლამაზი ხიდები არის და მოწესრიგებული სანაპიროებიც ასე თუ ისე. ყოველ შემთხვევაში ცდილობენ, რომ მოწესრიგებული იყოს. ბადეები აქვს ბრაკონიერებს გაკიდებული. ესეთ ევზაობენ მდინარეზე. თითქმის მთლიანი მდინარე გადაკეტილი აქვს, წარმოიდგინეთ. ესეც პატარა გასეირნება შატ-ელ-არაბზე. მოგითხრათ ეხლა ბოსფორის ავითარი და
როგორი სილამაზეც იქ არის, იმის 1% მაინც არის აქ თქო მოგატყუა. პატარა შესვენება უნდა მოვაწყოთ, ორე უკვე ძალიან დაცხა და ეხლა ვიყავი ესეთ პატარა მარკეტში, თუ რავი, ბუტკას რო ეძახდით ხოლმე და სასმელი მინდოდა რამე რომ ეყიდა ადგილობრივი დამეგემოვნებინა და ესეთი ფრეში შევარჩიე, ფრეშიაო თვითონ მითხრა რა, ესე ქილებში არის. მე შევარჩიე ბროწეულის და ძალიან ბევრი ყინულები ჩამიყარა. აუ რა კაია. აი 100%-ით ბროწეულის გემო აქვს ზედმეტი სიტკბოების და რაღაცეების გარეშე. აუ ძალიან მაგარია მართლა. ესე ძალიან მე სხვა ქვეყანაში სასმელი არ მომწონებია მე მგონი ჯერ. აი ძალიან გემრიელია. ზოგადად დღეიდან მეწოდინება მომდევნო 10 დღის განმავლობაში რა უნდა დავლიო, როცა რაიმე გემრიელის დალევა მომინდება. გძლებთ ქალაქის დათვალიერებას და ძალიან ბევრი არის ესეთი სურათები აქაც. ირანშიც იყო ძალიან ბევრი მსგავსი ფოტოები და როგორც მითხრეს არიან შაჰიდების ფოტოები არის. იქ შაჰიდებს ეძახდნენ და აქაც ალბათ იგივე დატვირთვა იქნება. შაჰიდები არიან გმირები, რომლებმაც თავი შესწირეს, მოკლედ აი თავს ვინც წირავს რა. თავს რო იფეთქებენ, აი მაგათ ეძახიან აქ შაჰიდებს, ოღონდ აქ როგორც გმირები ისე ყავთ და მე აი ქუჩებში ძალიან ბევრი არის ესეთი სამხედროების ფოტოები. აბა კარგი თევზი ხო არ გესიამოვნებათ. ბასრა როგორც გითხარით, საპორტო ქალაქია, ასე რომ ზღვის პროდუქტები აქ ძალიან ბევრი არის. ესეც უნდა აღინიშნოს აუცილებლად, რომ რადგან 1,5 მილიონი ქალაქი არის, არ არის ისეთი ქაოსი და საგიჟეთი მოკლედ როგორც სხვა ქალაქებში გვინახავს ხოლმე სხვადასხვა ქვეყნებში. აი ასეთ ადგილობრივ სასადილოში შემოვედი მოკლედ. როგორ აკეთებენ და სად აკეთებენ არ მაინტერესებს, იმიტომ რომ რესტორნების დიდი არჩევანი არ არის, რასაც უყურებ. ასე რომ პირდაპირ შემოვედი, რაც შემხვდა. ადგილობრივები ჭამენ, ისე იგი კარგი იქნება. აი ესე გამოიყურება ჩემი შეკვეთა. ეს არ ვიცი, ლობიოს გავს ბრინჯი და ქათა. პირველი გავსინჯოთ ბრინჯი. რადგან ბრინჯი მაინც ბრინჯია რა. გემრიელია, ცუდი არ არის და სხვათა შორის არც ისე ცხარე არ არის. ნო. კამერა. Yeah, you can go. شفي يعني قاموسولي ده كاميرا شو ده قاموسنا بالبصرة إن شاء الله. البصرة. إيه good. مطعم البراق، شارع استقلال، العشار. سمعوني يا وليد؟ مطعم أوكي. قيلهم مطعم. واي. واي. أوكي. فيديو ده على كده. أفرح مع والدك أنت تبين طيب. أرخي قاموا يتسرتوا. إيه. دا وفاسد am კაც რომაო. كم هاي فلوس؟ كم؟ هم $300. زياد زياد؟ $300. $300. $300. $300. ხშირად აინტერესებთ ხოლმე კამერის ფასი და ფას ვიტყუები ხოლმე, იმიტომ რომ ზედმეტი ცდუნება არ გაუჩნდეს, რომ რამე არ იკადროს. ქათამიც გავსინჯოთ. ცუდი არა, მაგრამ რაღაც სუნელებში არის ამოვლებული, რომელიც დიდად არ მომეწონა. ცხარე წიწაკაც უნდა მივაყოლოთ ამ ყველაფერს აუცილებლად, რომ ყველა ბაქტერია მოკლას. მაგრამ არც ისე ცხარეა. აბა რას დააგემოვნებდით აქედან ახლა დამიწერეთ რა. მოდი ბარემ ლობიოსაც დავაგემოვნებ თქვენთან ერთად. ემრიელია. ბევრი ტომატი აქვს როგორც ჩანს, იმიტომ რომ ტომატის გემო აქვს ძალიან, მაგრამ გემრიელია. $7 პირობებზე შვენიერი დიდი პორციაა და თან გემრიელია. აი, ჩვეულებრივი სასადილოა რა. წავედი მოკლედ, ბოლომდე მივიყვან ამ საქმეს და დღევანდელი გეგმები უკვე აღარ მაქვს, სავარაუდოდ სასტუმროსკენ დავბრუნდები და დავისვენებ დღეს, მოვემზადები ხვალინდელი დღისთვის
ხვალაც ამ ქალაქში მოგვიწევს ბოდიალი და სხვადასხვა რაღაცების დათვალიერება, ასე რომ ვალინდელი დღეც საინტერესო გამოვა დარწმუნებული. მოვედი მეგობრებო, მე კი ვჭამე გემრიელად, მაგრამ თურმე აქვე ყოფილა აი ესეთი ქუჩის კვება და ეს რომ ცოდნო და იქ ხო არ შევიდოდი. აქეთ ბურგერები კეთდება. Hello. Burger. Yeah. Burger? Yeah. No, YouTube. YouTube? Yeah. It's beef or chicken meat? Beef? Beef. Moo. Meat. Burger. Chicken. ხალხი ჯერჯერობით მართლა ძალიან მეგობრულია. ერთი ზედმეტი რაღაც არ მიგზნია ჯერჯერობით რაც აქ ვარ. ახოთ იმედია ესე გაგრძელდება. დავბრუნდი მეგობრებო, საკმაოდ დავიღალე, იმიტომ რომ დღეს პირველი დღისთვის მე მგონი საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო დღე გამოგვივიდა რა. მოკლედ დავისვენებ ახლა და მომემზადები ხვალისთვის. ხვალაც კარგად ვიბოდიალოთ, ყველაფერი კარგად დავათვალიეროთ და მე უკვე წავიდეთ ამ ქალაქიდან. სხვათა შორის ერთი რაღაც არ მიჩვენებია თქვენთვის. აი ასე გამოიყურება $200. ეს 10,000-იანი კუპიურებია, რო იცოდეთ მაინც. ესეც ჩემი მეორე დღე ერაყში, გამოვედი ბასრას ქუჩებში. უბრალოდ ვათვალიერებ ქალაქს, გუშინ ერთი მხარე ვნახეთ, დღეს მეორე მხარეს გავალ, დავათვალიერებ, რა ხდება. შევეცდები ადგილობრივებს გამოველაპარაკო. ქუჩები არის სამწუხაროდ აი საშინლად ბინძური და ყველას აი ვისაც უყურებ, რამეს რო შეჭამენ, დალევენ, პირდაპირ ძირს აგდებენ, მოკლედ და ჩვეულებრივი ამბავია აქ. რაც შეეხება თვითონ ქალაქს, აი ისეთი შთაბეჭდილება მაქვს თითქოს ომი გუშინ დამთავრდა მართლა იმიტომ რომ აი ყველაფერი განადგურებულია, დანგრეულია ყველაფერი, მაგრამ ასევე ძალიან ბევრი მშენებლობები არის. როგორც ჩანს, ძალიან ბევრი ახალი შენობაც შენდება, ძველებსაც არემონტებენ, რაც ძალიან კარგია რა თქმა უნდა. აქვე მინდა გითხრათ, რომ რამოდენიმე ქართველი დამიკავშირდა, ვინც აქ მუშაობს. როგორც უკვე გითხარით, ბასრაში არის ძალიან ბევრი ნავთობაზა, ძალიან ბევრი ნავთობმომპოვებელი და ძალიან ბევრი უცხოური კომპანია არის აქ დასაქმებული და ზუსტად აი ამ ყველაფერს სჭირდება კარგი დაცვა, სადაც მუშაობენ ჩვენი ქართველები. თვითონ გამოსვლას ვერ ახერხებენ, მაგრამ ერთი თავისი მეგობარი გამაცნეს, გუშინ მომწერა და დღეს საღამოს უნდა მოვიდეს და ღამის ბასრას დაგათვალიერებინებო, ძალიან ლამაზიაო და მოკლედ დაველოდები რომ მოვა ვენს განახებთ. და რა თქმა უნდა აქედან მოკითხვა და ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დახმარებისთვის და გვერდში დგომისთვის. ასევე ერთმა ქართველმა როგორც მომწერა, გზიდან ეცადეო რომ არ გადაუხვიო. ანუ მაგალითად თუ რომელიმე ქალაქში მიდიხარ, აი ავტობანიდან რო გვერდზე გადახვიდე, ესე შენჭკუაზე ისე ირნო, ან ქალაქებშიც რა ძირითადად ისეთ ადგილებში იარეო, სადაც ბევრი ხალხი დადის, სადაც ტურისტები დადიან, იმიტომ რომ ჯერჯერობით მაინც საშიში არის ესე მოკლედ რო ვთქვა, შენჭკუაზე მოგზაურობა, იმიტომ რომ ომის მერე ჯერ კიდე არ ვიცითო სად რა არის დატოვებული და ძალიან ბევრი საშიში რაღაც არის მოკლედ ამ ქვეყანაში რა. ამიტომაც უმჯობესია თუ ერაყში მოგზაურობას აპირებთ, პირდაპირ ტური დააჯავშროთ და ტურთან ერთად ბევრად უფრო მარტივად და კომფორტულად იმოგზაურებთ. მაგრამ მე მერჩივნა რომ აი ესე მე თვითონ გამეკეთებინა ყველაფერი რომ თქვენთვის ბევრად უფრო რეალური ინფორმაცია მომეწოდებინა რა ხდება ერაყში და ღირს თუ არა აქ ჩამოსვლა და მოგზაურობა. აქვე ქუჩაზე გადასვლის ხელოვნებაც იმედია როდესმე გაჩერდებიან რომ გადავიდე. ძალიან ცხელა, მე მგონი გუშინდელზე უფრო ცხელა, იმიტომ რომ დღეს
ღრუბელიც არ არის და 45 გრადუსი არის დღეს გამოცხადებული. როგორც ვნახე. და შუა დღეა უკვე 2 საათი დაიწყო და აი აუტანელი სიცხე. მინახავს ქვეყნები, სადაც ყავა არ უყვართ და ძირითადად ჩაისვავენ ხოლმე, მაგრამ ასეთი მართლა არსად არ მინახავს, იმიტომ რომ არავინ ყავას არ სვავს. მე ადამიანი ვერ ვნახე, ვისაც ყავა უყვარს, სასტუმროშიც მარტო ჩაი არის. გარეთაც ყველგან მარტო ჩაის დასალევი ადგილები არის. მოკლედ ყავა არსად არ იშოვება. ესეთი ძველი სახლები არის. აი აქეთ კი ამხელა სავარაუდოდ სასტუმრო შენდება ალბათ. კუჩებში არის სიცარიელე. ფეხით თითქმის არავინ არ დადის ჩემს გარდა, იმიტომ რომ ძალიან ცხელა ალბათ და ამ დროს არავინ არ გამოდის გარეთ. და სხვათა შორის რესტორნებიც, საკვები ობიექტებიც ამ დროს დაკეტილი არის. ან დილით ადრე იღება, ან უკვე საღამოს მზის ჩასვლის მერე გამოდიან და ნუ სადმე იკრიბებიან ერთად ჭამ. ისევ ბაზარში აღმოუჩნდი შემთხვევით ამ სეირნობაში და აქ ცოტა სიგრილია, სიმართლე გითხრათ, მზის სხივები რო არ ჩამოდის და ცოტა შემოვაფარე თავი რა, მაგრამ მე მგონი სასტუმროში დაბრუნება ჯობია და საღამოს დაველოდები, ჩემი მეგობარი ალი მომაკითხავს და უკვე ღამის ბასრასაც დავათვალიერებთ. მივდივარ სასტუმროსკენ და აი ეს წვენი მინდა რომ გაგიზიაროთ, ესაა გუშინ რაც ვიყიდე იქ რომ მაჩუქეს და მოკლედ აი მართლა ძალიან გემრიელია რა. მაგრამ ამის მაგივრად ეხლა რომელიმე ქართული კომპანიის სასმელი რომ მეჭიროს, იმაზე ვიტყოდი რომ ძალიან გემრიელია თქო. თან მართლა ძალიან გემრიელი სასმელები გვაქვს საქართველოში. აი ესე გამოიყურება ჩემი შენაძენი, ჩიპსი, ორი რაც კეიკი, ორცხობილები და ყველაზე მთავარი აი ესეთი კონსერვი ვიყიდე. რა არის არ ვიცი, მაგრამ რადგან ღია რესტორანი ვერ ვნახე გარეთ, გადავწყვიტე რომ ეს მეჭამა და რა ვიცი, სადაური წარმოებაა რა არის, მაგრამ თქვენთან ერთად დავაგემოვნებ. ამასობაში დაღამდა და გამოვედი ქალაქის დასათვალიერებლად. 8 საათი არის და მივდივარ ახლა ალისთან შესახვედრად. გაიცანით მეგობრებო, ეს არის ალი. You can speak in English, no problem. მოკლედ ალი გამაცნო ერთმა ქართველმა, რომელიც აქ მუშაობს, როგორც უკვე გითხარით და ეს ადამიანი გუშინაც იყო ჩემთან მოსული, გუშინ უბრალოდ აღარ გადამიღია და მოკლედ ძალიან პატივს მცემს. ინტერნეტზე რასაც ვამბობდი, თავისი სიმბარათი მომცა, მოკლედ და ჩამირთო ინტერნეტიც, რაღაც წვენები იყიდა, მოკლედ ყველანაირად ცდილობს, რომ რაღაცით პატივი მცეს და ამეხმაროს. სხვათა შორის აქ მცხოვრებმა ქართველებმა ბევრმა მითხრა, რომ ქართველებსო განსაკუთრებულ პატივს გვცემენო და ძალიან მიხარია ეგ ფაქტი, რატომაც არა. აი ეს ადგილები დღე მოვინახულეთ. რო გითხრათ, დიდად გამოირჩევა ღამეთქო, მოგატყუეთ. აი დღე ქუჩები რაც არიელი იყო მეგობრებო და საღამოს როგორც კი მზე ჩავიდა, მოკლედ ყველა გამოვიდა. ეხლა იწყებენ ცხოვრებას. Safari. ეხლა დავაგემოვნებთ Nesquik Fresh. Very good. Yeah. Sweet. Is it fresh? მართლა ძალიან გემრიელია. ნამდვილი ფრეშის გემოა. ავტობუსით მივდივართ ეხლა ალის სახლში, რომ გამოვიცვალო, მოკლედ ეხლა მოვიდა სამსახურიდან და გამოფრთხილა, რომ ავტობუსში გადაღება არ შეიძლება, რადგან ქალებიც ამოდიან ავტობუსში რა. მსგავსი იყო პაკისტანშიც. გადაღება იქაც არ შეიძლებოდა. მაგის გამო მე და გიგიმ კინაღამ ვიჩხუბეთ იქ ავტობუსში. აი ესე გამოიყურება ავტობუსები. საკმაოდ არ მდგომარეობაში. მოვედით და მოკლედ პირველი სანახაობა, სადაც მომიყვანა ალიმ, ეს არის ბასრას ყველაზე დიდი მოლი, აი ჩემს უკანაც ხედავთ. მაგრამ აქ ძალიან ქარი ამოვარდა და ეხლა განნახებთ უბრალოდ თუ გამოჩნდა კამერაში როგორი მტვერი დგას ქალაქში. აი წინ თუ გაიხედებით,
დაინახავთ როგორი ბურუსი არის, გამონაბოლქვის და მტვერის. აი ეს არის ბასრას ყველაზე დიდი მოლი. აი ესე გამოიყურება შიგნიდან. არც ისე ცუდად გამოიყურება ეს მოლი, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ საკმაოდ მოწესრიგებულია ყველაფერი. არ ველოდებოდი ამ ყველაფრის მერე რაც გარეთ ხდება. აი ესე გამოიყურება ადგილი, სადაც ალი ცხოვრობს. It's my father. Hello. Habibi. How are you? Thank you. Habibi, hello. Hello, Habibi. Okay. Sit here. Oh, shoes. Choose it. მოვედით, აი ესე ცხოვრობენ რიგითი ერაყელები, აი ესეთი სახლი აქვს. არ ვიცი, სხვაგან ოთახები ალბათ იქნება კიდე, მაგრამ მე როგორც სტუმარი ამ ოთახში შემომიყვანეს. პირველ რიგში ალბათ მოლში დაუბრუნდებით, ცოტას გავისეირნებთ მოლში, დავათვალიერებ მაღაზიებს, რადგან რო შემოვედით თავიდან, მეგონა რომ მოლის დასათვალიერებლად მოვედით, თურმე ალი ყოველდღიურად გამოდის ამ გზას, რომ სახლამდე მოვიდეს. უნდა გამოიაროს მოლი, მე მოლის პარკინგი და პარკინგიდან უკვე გამოდის ქუჩაზე, სადაც არის ალის სახლი. ასე რომ აქედან ჯერ მოლში დაუბრუნდებით და მე უკვე გავაგრძელებთ გზას. ეს სახლში გაკეთებული ტკბილეული არის, აი ესეთი. დედაჩემმა გააკეთაო და ეხლა დავაგემოვნე. Yeah, this is very good. It's good. Yeah. It's for home. What is inside? რაღაც ჯემივით არის, რა შეგნით, რისი ჯემი არის, ოღონდ არ ვიცი. მაგრამ გემრიელია. საჩუქარიც მივიღე მეგობრებო ალისგან, ნახეთ რა ლამაზია. აი ესეთი საჩუქარი მივიღე. და არ გეგონოთ რომ მარტო ეს მივიღე საჩუქრად, ასევე აი ესეთი ბეჭედი, რომელიც არ ვიცი რაში უნდა გამოვიყენო, მაგრამ ესეთი საჩუქარი. يرشون هذا بطش ضلوا يسوون يبدلون لغة كاملة يجمعون السيارة حتى تنضرب جاي منكم نمرة დავბრუნდით ისევ მოლში. ამჯერად უკვე სამნი ვართ, მე ალი და ალის მეგობარი. და მოკლედ ერთი სული მაქვს როდის შევალ მოლში, იმიტომ რომ გარეთ ისეთი მტვერი არის, რომ აი ესეთი მტვერი მართლა არცად არ მინახავს. ძლივს სუნთქა უკვე რა. დღეს ცოტა ქარი იყო შუა დღეს, სანამ სასტუმროში ვიყავი. ალბათ ამიტომ არის ასეთი მტვერი. მაგრამ ჩემ სასტუმროსთან ესეთი ამბავი არ ყოფილა. მოკლედ კამერაზე არის პრობლემა, იქით ამ მხრიდან შემოგუშვეს უპრობლემოდ და აქეთ ამ მხრიდან რო გვინდა ახლა შემოსვლა, მეორე მხრიდან შევდივართ. კამერაზე უარი მითხრეს რა და ახლა ალი შევიდა მოლში რომ ლიცენზია აიღოს კამერის შეტანის რომ გადამაღებინონ შეგნით რა. ესეთი პრობლემა არსად არ მქონია. ზოგადად მოლში გადაღება აკრძალულია ხოლმე, მაგრამ აი ლიცენზიის აღება ესეთი რამე პირველად არის. აი ეს კაცი არის დაცვა. მობეზრდათ მოკლედ, ჩემი აქ ყოფნა და შედიო გადაიღე რაც გინდაო მოკლედ რა. ეს იყო სულ. ესეც რა უცნაური წესი არის, ავტობუსში თუ არ შეიძლება გოგოს გადაღება, ანუ მოლშიც ძალიან ბევრი არიან და აქ რატო შეიძლება, აი მაგას ვერ ხვდები. ვაი კიკეში შემოვედი, მეგობრებო, აქაც ნახოთ აბა ფასები. ესეთი ჩვეულებრივი მაისური. How much it's in dollar? $10. $10. აი, დაახლოებით $10 ღირს ესეთი ჩვეულებრივი მაისური. აი ამ შარვის ფასი დაახლოებით გამოდის $40-მდე. არც ისე იაფია სხვათა შორის, საკმაოდ ძვირი არის, ადგილობრივ ფასებს და შემოსავალს თუ ავიღებთ, იმიტომ რომ როგორც მითხრა ალიმ, საშუალო შემოსავალი არის $300 თვეში, მაქსიმუმ $400, აი ესე ძირითადი სამსახურების. თვითონ ალის აქვს შემოსავალი $750 თუ სწორად მითხრა და ითვლება რომ კარგი ხელფასია რა და ესეც კი ალისთვის ძვირი არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ერთ მაისურში $40 გადახდა, ნამდვილად ძვირი არის, როცა ხელფასი მაქსიმუმ $750 გავს.
ეს ერთ-ერთი ადგილობრივი მაღაზია არის კიდე, სადაც ბევრად უფრო იაფია ვიდრე ვაიკიკი. It's around $20, yeah? $20. No, 20,000 Iraqi. Maybe $20. 20, yeah. 20,000. Because my money not same your money. Yeah. ახლობით $20 ღირს, აი აქ ყველაფერი რასაც ხედავთ. აი აქ ხელნაკეთი რაღაცები არის, ძირითადად ბასრაში დამზადებული. ძალამაზი. ტყავი ყოფილა, შორიდან ხე მეგონა რო შევხედე. ადგილობრივებისთვის ეს მოლი არის ალბათ რაღაც თავშესაფარი, სადაც ყოველ საღამოს მოდიან და უბრალოდ აი გარეთ ქაოსს გაურბიან რა, იმიტომ რომ გარედან რო აქ შემოდიხარ, აი რავი, თავი გონია საერთოდ სხვა სამყაროში რა. მით უმეტეს აი დღეს ისეთი მტვერი არის და ისეთი სიბინძურია გარეთ, რომ აი წინა დღეს ღამე არ გამოვსულა მართალია, მაგრამ არ ვიცი თუ ესე არის ყოველდღე, ძალიან რთული არის აქ გადარჩენა მართლა. დარწმუნებული ვარ, ფილტვების პრობლემა გარანტირებულია, აი ყოველდღე რო ესეთ მტვერში იცხოვრო. გამოვედით გარეთ, ვაგრძელებთ ქალაქის დათვალიერებას. სიმართლე გითხრათ, დიდად კი აღარ მაქვს სურვილი უკვე ისეთი მტვერი არის, რომ ძლივს უნდქავ გარეთ, მაგრამ მაინც საინტერესოა მოკლედ რა. მე ვუთხარი, რომ ყველაზე ისეთი ქუჩა რომელიც არის რა. ბევრი ხალხი რომ მოძრაობს და ასე შემდეგ, ყველაზე ლამაზი ქუჩა რომელიც არის, იქ წავიდეთ თქო და მოკლედ რა ვიცი. ნახოთ რომელი არის ბასრას ყველაზე ლამაზი ქუჩა. قل له عم الصيح ابنك يقول لي زبل قمر عرب قمر عرب قمر عرب بن عرب بن عرب بن عرب طاير روبوتو قمر عرب قمر عرب قمر عرب بن عرب არა მგონია რომ ეხა სწორი იყოს რასაც ვაკეთებ რა. მოკლედ ყველი არის აქ ძალიან ცნობილიო რა, ალიმ და ეხა ქუჩაში გააჩერა ერთ კაცთან და ეხა ეს უნდა გავსინჯო. Yes, cheese, yes. Cheers, yeah. يلا ابوي أربعة قمر عرب طاير مطاير روبوتو قمر عرب قمر عرب قمر عرب არ შევიმჩნევ ეხა რომ არ მომეწონა. ხაჭოსავით არის და სიმართლე გითხრათ, ძალიან რძის გემო აქვს რა. მეტი ისეთი არაფერი გემო არ აქვს. რძე თუ არ გიყვარს ეს არ უნდა ჭამო. ეხა ისეთი ხელი ვჭამე და ისეთ გარემოში ვჭამე ეს ყველაფერი რომ იმედია ამაღამ გადავიტან. აი აქ იყიდება ყველი. აქეთ სავარაუდოდ კანალიზაცია არის, იმიტომ რომ ისეთი სუნი დგას, რომ თითქოს 1.5 მილიონ ადამიანის კანალიზაცია აქ არის მთლიანად. ესეთ ქუჩაზე მოვედით, სადაც ძალიან ბევრი კვების ობიექტებია და street food აღარ გამოდის, იმიტომ რომ ქუჩაში აი საგიჟეთი ხდება მართლა. გარეთ რო ეხლა რამე ჭამო, ის საჭმელი თუ არა, ეს სიბინძურე მოკლავს, რაც ეხლა ჰაერში ხდება. ასე რომ ერთ-ერთ პატარა ადგილობრივ რესტორანში შევალთ და ადგილზე დავაგემოვნებთ რამე გემრიელს. მოვიდა ჩვენი პირველი კერძი. What is this? მოკლედ რა არის არ ვიცი, მაგრამ ეს კიტრი არის რაღაცაში ჩალაგებული. ეს არ ვიცი რა არის, მაგრამ ჰუმუს გავს შესახედად. ესიც არ ვიცი და ეს აჯაბსანდალ. ბადრიჯანი. პირველი სინჯავთ ბადრიჯანს. ბადრიჯანი. სიტყვა გავს რავი ბადრიჯანი. This apple. Apple this. Washli apple. Yes, apple. Washli არის რაღაც sauce. Yes. Name khiyar. გემრიელი რაღაცებია. მაგრამ
ერთი თემში დავჭამთ მე და ალი. ეს ჰუმუს გავს, მაგრამ გემრიელი. Like a hummus, yes? Hummus ყოფილი. ფალაფელის შაურმას აკეთებდა და მოკლედ გასასინჯად მოგვცა რა. გემრიელია. ჰუმუსით იქნება გემრიელი. ჯერჯერობით რაც გავსინჯე, ყველაფერი გემრიელი. ეს ვიდეო არ ვიცი როდის დაიდება, მაგრამ დღეს არის ჩემპიონთა ლიგა და ეს ადგილას უყურებ კვარას თამაშს მოკლედ რა. მოვიდა ჩვენი მთავარი კერძი, ეს არის ქათმის შაურმა, ეს არის ფალაფელის შაურმა და კიდე ძალიან ბევრი რაღაცეები მოყვება. და აი ესეთი ერაყული ჩვენი ლიმონადი არ ვიცი რა. გემრიელია ქათმის შაურმა, ხორცი ძალიან ცოტა დევს, ძირითადად ლავაშია, მაგრამ გემრიელია. It's good. This სხვადასხვა соусებით გავსინჯავ ახლა. ეს რაღაც იოგურტივით არის. შიგნით აქვს რაღაც соуსი, რაც ცოტა მჟავი არის და არ სიამოვნებს, მაგრამ სული არ არის. ჯერჯერობით ერაყული ლიმონადები ძალიან მომწონს და ეხლა ესეც ვნახოთ ბარემ. ესეც გემრიელია. მაგრამ ქართული წვენები მე მაინც მირჩევნია, ასე რომ გაითვალისწინეთ. რაც წარმოვიდგენთ უშუა ერაყში მომეწევდა კვარას ყურება და გულშემატკივრობა. საერთოდ გემრიელი იყო ყველაფერი, არ გეტყვით ახლა რომ გავგიშდი და ძალიან გემრიელი იყო, მაგრამ ნორმალური იყო და რაც ყველაზე მთავარია, 2 ამხელა პორცია წარმოიდგინეთ, გადავიხადეთ $13, რაც ჩემი აზრით ძალიან კაი ფასია. ტვერმა დადო უკვე ფაქტიურად. ეხლა მოვედით ადგილობრივი ნაყინის დასაგემოვნებლად. როგორც ჩანს აქ ძალიან უყვართ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სანაყინეები არის და ერთ-ერთში მოვედით, ეხლა მე და ალი და დავაგემოვნებთ ადგილობრივ ნაყინს. მოვიდა ჩვენი ნაყინები და ესე ლამაზად გამოიყურება ჯერ პირველ რიგში. ერთი არის სპირტის და მეორე არის შოკოლადის მე მგონი. აბა დავაგემოვნოთ. გემრიელი. ეს გემრიელია. ეხლა პისტის გავსინჯოთ. როგორ იწელება ნახეთ. ვერაფერს იტყვი, ჯერჯერობით რაც გავსინჯე, ყველაფერი გემრიელია. აი ესაა ძმაკაცობა. ერთი ჭიქი დავჭამ, ჩვეულებრივად დღეს გავიცანი, კაცი, მე რა მოხდა. რო შევაფასო, 10-დან დავუწერდი 800. ჩემი აზრით ძალიან კარგია. გამოვედით და ნელ-ნელა მე მგონი დავიძრები სასტუმროსკენ, იმიტომ რომ ხვალ დილით 4 საათზე თუ 5 საათზე უნდა გავიდე ამ ქალაქიდან ავტობუსით. უпростоრად მიკროავტობუსით, პატარა მანქანები დადიან ქალაქებს შორის. დაახლოებით 5 საათი დამჭირდება რომ ჩავიდე მომდევნო ქალაქში და მოკლედ კარგი დასვენება მჭირდება და კარგი გამოძინება, ასე რომ წავედი სასტუმროში. აი ეს არის ის სანაპირო, სადაც დღევს ეირნობდი და წინ განათებული ხიდი რომ მოჩანს,
ეგ არის იტალიური ხიდი, რომელზეც მოგიყევით. Thank you for everything. Tomorrow. Yeah, I'm waiting you tomorrow. Welcome, brother. Bye. Aubrunდი მეგობრებო სასტუმროში და მოდით აქედან დავასრულებ ამ ვიდეოს. მოკლედ, ჩემი აზრით ძალიან საინტერესო 2 დღე გავატარე ჯერჯერობით ერაყში და ბასრაში. იმედია თქვენთვისაც საინტერესო იყო, იმედია მოგეწონათ ეს ყველაფერი. არ დაგავიწყდეთ რა თქმა უნდა არხის გამოწერა ამ ვიდეოს დალაიქება და შემდეგი ვიდეოდან პირდაპირ შევიჭრებით ერაყის შუაგულში ხვალ დილით. 4 საათზე მივდივარ ქალაქ ქარბალაში, სადაც 2 ღამე დავრჩები ასევე და ქარბალადან მოვინახულებ ძალიან საინტერესო ადგილებს, მაგალითად ბაბილონი, რომელიც ყველას გაგიგიათ დარწმუნებული ვარ, ვისაც არ გაგიგიათ, მაშინ შემდეგ ვიდეოს დაელოდეთ და მოგიყვებით ძალიან საინტერესო ისტორიებს. ასე რომ წავედი ახლა, დიდი მადლობა ვინც ამ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ და შევხვდებით 10 დღეში. ჩემი ახალი ჩანთის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ფუნქცია რაც არის სიტყვაზე აი ქვემოთ გიდევს რამე საჭირო ნივთი რომელიც გინდა რომ ამოიღო. ბევრი რო არ იწვალო, აი აქ აქვს სპეციალური ელვა, რომელსაც რომ გახსნი, შეგიძლია პირდაპირ გახსნა მთლიანი ჩანთა. აი ესეთი მოსახერხებელი ჩანთა წამოვიღე მაგელანიდან. ასე რომ დიდი მადლობა.